준비하고 나 맡은 일 충성 Your kingdom come თელმა ისრაელმა იცოდა იესოს შესახებ, რომელიც კურნავდა ადამიანებს და ამიტომაც უამრავი ხალხი გროვდებოდა იქ, სადაც იესო მიდიოდა. ერთ დღეს იესო ერთ პატარა ქალაქში, კაპერნაუმში მივიდა. იესო ქრისტე. კაპერნაუმში ერთი დავრდომილი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ვერ დადიოდა და ვერც ჭამდა წესიერად. დაღონებული ვარ. როგორ ვნახავ იესოს, როცა სიარულიც კი არ შემიძლია. ჩვენ დაგეხმარებით. მეგობრებმა გადაწყვიტეს თავიანთი დავრდომილი მეგობრის წაყვანა იესოსთან. მათ საკაცე გააკეთეს ხისგან. ზედ სქელი ნაჭერი დააფარეს და მეგობარი დააწვინეს. წავედით. მათ მთელი ძალღონე გამოიყენეს, რომ მეგობარი იესოსთან მieყვანათ. მაგრამ იმდენი ხალხი მოგროვილიყო იესოს სანახავად, რომ ადგილი აღარ იყო დარჩენილი. კარიდან ვეღარავინ შედიოდა. ფრთები მაინც ჰქონოდათ, ზემოდან ჩაფრინდებოდნენ, მაგრამ ფრთები? რა შესანიშნავი იდეაა. რაო? დიახ, ზემოთ ავიდეთ. უკაცრავად რაო? ღმერთო ჩემო. მეგობრები იმ სახლის სახურავზე აზრნენ, სადაც იესო იყო და ჩათხარეს იგი. შეხედეთ, სახურავი, ვარდება. სახლში მყოფთაგან ყველამ გაოცებით აიხედა ზემოთ. მეგობრებმა თოკი მოაბეს საკაცეს და დავრდომილი კაცი ქვემოთ ჩაუშვეს იესოსთან. ფრთხილად და ასე შეძლო დავრდომილმა იესოსთან ახლოს მისვლა. იესომ დაინახა მეგობრების რწმენა და შეაქო ისინი. შემდეგ კი დავრდომილს უთხრა: შვილო, მოგეტევა ცოდვები. ახლა ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი შინ. როგორც კი იესომ ლაპარაკი დაამთავრა, კაცი, რომელსაც მანამდე სიარული არ შეეძლო, უცბად წამოხდა და იესოს მადლობა გადაუხადა. ვაშა, მოძრაობა შემიძლია, სიარული შემიძლია. იესო, დიდი მადლობა. დავრდომილმა აქო დაადიდა ღმერთი. შემდეგ კი აიღო თავისი საკაცე და შინ დაბრუნდა. ყველა, ვინც ეს დაინახა, გაოგნებული დარჩა და ადიდა ღმერთი.